მამისადა და ძისადა და სულისად მისადა. ჩვენი მონასტერი მამა ანტონის მიერ დაარსებული მე-6 საუკუნეში არის ის სამართლიანი თბილისიდან მის მარშრუტი წამოხატარი სამგორის პასუხობრივი მალეკიდან მოდის მარშრუტკა სოფელი ნორიო რომ მოხდა სოფლის ბოლოში მე უნდა ეკითხოთ ღვთაების მონასტერი. თუ მანქანა გყავთ ეს არის ქარდა რომ მოდიხართ თბილისიდან ლუჩინის ხიდი რომ არის ბაზრობა. თუ ახვალ ხიდზე ღვთაებისკენ კი ამიდიხართ შემოგვიდეთ გზით ცხეთისკენ და ორი სოფელია მარტყოფიდან ნორიოდან მარტყოფს გასდებით ვიშმოსახვი მარტყოფია მე არის ნორიოდან რომ შეხვდათ ნორიო სოფელში 5 კილომეტრია მონასტრამდე. ღვთაების მონასტრამდე და მონასტერში ვარ 93 წლიდან არ ამხედავ. მამა ანტონის საფლავთან მომესულა წვენით მithოვია მამა ანტონის შეძენია. ამხედავ ვიდე 99 წლიდან მდეინოა. აღსანება ზიარებით ბევრი განკურნებულა. უკუნებელი სენსის გათრება იქნება თუ სიმსივნე იქნება. ასევე ბევრს ვთქვია რომ აქედან ზეთი რო წავიღო მამა ანტონის არ მიყურნებო თავში სიმსივნე უნდა. ამიტომ ეს რომ გამრავდა ეს სიმსივნე გირჩევთ ყველას რომ ეს მამა გაბრიელის ზეთი იქნება თუ მამა ანტონის ზეთი იქნება შეშუზე ისოს ვისახით. და მე ვთქვი უნდა ადგილას დილას შუადღეს საღამოს. და იმ წმინდა თუ დახმარება ის ზეთის არის. და მაგრამ ზეთის ცხებით იგონება ფიზიკური ჯანმრთელობა, მაგრამ შენ თუ არ განეშორებით სოდვებს მაშინ ისე დაგეგმდება ეს ამატოვა ფიზიკური. თუ შენ თავში არ დაამარცხებ თამოყვალეობას, შენ თავში თუ არ დაამარცხებ ამბარდავნებას, არ ზუსტ არ იქნები თავისუფალი შრომისგან, სიზმრისგან, განგეთქვისგან. მაგრამ ამის დამარცხება საკუთარი ძალებით ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ არის აღსარება ზიარების საიდუმლო, რომელიც ყველაფერზე მეტია დედამიწაზე ნავთობის შემდეგ. აღსარება ზიარების საიდუმლოებით იკუნება ადამიანის სული, ლოცვით, მარხვით აღსარება ზიარები. იკუნება რისგან? თამოყვალეობისა და ამბარდავნებისგან, რომელიც არის ყველა ბოროტების ძირი, როგორც ხესა, ფესვები, ასევე შურის, სიზმრის, განგეთქვის. ყოველივე ბოროტების ძირი და საძირკველი, საფუძველი არის თამოყვალეობა და ამბარდავნება, რომლის დამარცხება შეუძლია მარტო ღმერთს სინანული შემთხვევაში აღსარება ზიარების საიდუმლოდ. მერთმა დაგვეცოთ